საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში უწყებაში 1000-ზე მეტი განაცხადი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. სააგენტომ ამ პერიოდში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის 122 ფაქტი დაადგინა, ხოლო დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 50-ზე მეტი მოვაჭრე ჯამში 79,000 ლარზე მეტი დააჯარიმა. ასევე სააგენტო შუამდგომლობით 90-ზე მეტი შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიებმა მომხმარებლებისთვის ზიანის ანაზღაურებისა და სავაჭრო პოლიტიკის შეცვლის ვალდებულება აიღეს. სტატისტიკის მიხედვით სააგენტოში შესული საჩივრების უმეტესი ნაწილი 70% ონლაინ ვაჭრობას უკავშირდება, ხოლო მიმართვების 80% თბილისზე მოდის. მომხმარებლები ყველაზე ხშირად თანხის დაბრუნებას, ასევე დაზიანებული ან წუნდებული პროდუქციის შეკეთებასა და ჩანაცვლებას ითხოვენ. წარმოებლების წარმოჩენასა და ქვეყნის როგორც ძალიან მნიშვნელოვანი უფლებების დაცვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა არის მნიშვნელოვანი მომხმარებელთა დაცვის სააგენტოსთვის.